ჩვენს ყოველ პროექტს ახასიათებს ეს ლოგიკა. თავიდან რომ ვიწყებ, ყველა გარშემო ამბობს, რომ გიჟი ხარ, სისულელე აბსურდია, მაშინ underground-შიკები გვეძახდნენ, რომ sold-out-ები ხართო, მაგრამ თბილისში სად უნდა იყოს sold-out-ი. ისინი ვაფშე ვერ გებულობდნენ და ისეთი გაუგებრობა იყო კუნგ-ფუ ჯანკი ყველასთვის. მაგრამ მე ნელ-ნელა და ხა ვინილიც გამოვიდა, დაფასებაც არის და ზუსტად ეგრე იყო კუნგ-ფუს მე კაი კატარო დავიწყეთ, ჩემი მეგობრები, ვინც კუნგ-ფუში იქ იყვნენ მისმენ, ცოტა ესე იყვნენ, რომ რასაკეთებ, ანუ ეს რა არის და რაღაცები. ეხა ყველა უსმენს და ყველა პროექტზე ესე მაქვს ხოლმე რაც მღლის უკვე რა ძალიან, იმიტომ რომ არავის არ ჯერა შენი ხედვის მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გააკეთე, მაგრამ იმდენად ახალი არის ხოლმე და სხვანაირი და მეც მესმის რაღაცა კუთხი დამუყურებ მეც, რომელიც მინდა დავანახო, მაგრამ სამწუხარო ის არის საქართველოში და ეხლა მე აი უფრო პატარებთან მაქვს ხოლმე რაღაც ტრეკი ჩავწერეთ ერთად, მინდა რომ ყველას დაუდგე გვერდად დავეხმარო, იმიტომ რომ მე ვიცი რას ნიშნავს, როცა შენ რაღაცა ხედვა გააქვს, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ და შენ თავს უნდა გაუკეთო ყოველ დღე мотиваცია რომ ამ ხედვაზე უარი არ თქვა და მე რამ წლები რო გავა ამას ყველა დაინახავს, მაგრამ ყველა რო დაინახავს შენ უკვე აღარ გაინტერესებს. იმიტომ განვლილი ეტაპია შენთვის. რა საინტერესოა. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homeri.